დიდი მადლობა ჩვენ მაყურებელს. ყველაზე მთავარი ხართ თქვენ. და ძალიან დიდი მადლობა რომ ესე გვამხნევებთ და ეს არის ახალი თეატრისთვის მართლა ისტორიული დღე. არ ნათამაშებ სპექტაკლზე. არტისტი რომელიც დაჭერილია, ყველა ბილეთი თქვენს მიერ ნაყიდია, არ ნათამაშებ სპექტაკლზე და მოდიხართ რომ გაგაფხნევოთ ეს თეატრი რომ აი ამ ტაშით რომ გავაგონოთ ანდროს ეს ტაში. ეს იმას ნიშნავს რომ ყველაზე სწორ მხარეს დგას ეს თეატრი. მადლობა კიდევ ერთხელ რომ გვამხნევებთ ესე. დიდი მადლობა ჩვენ მაყურებელს. დათო დოიაშვილს უსმენდით პირდაპირ ეთერში აქ შეიკრიბნენ ვასო აბაშიძის ახალ თეატრთან მსახიობები, რეჟისორები, ანდრო ჭიჭინაძის კოლეგები. მე შევახსენებ მაყურებელს რომ დღეს უნდა ყოფილიყო სპექტაკლი მეფე ლირი, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ანდრო ჭიჭინაძე ასრულებდა. ბუნებრივია ეს სპექტაკლი არ შედგებოდა, რადგან მსახიობები ძალიან დიდი ნაწილი და თეატრები არიან გაფიცულები, თუმცა დღეს აქ შეიკრიბნენ მისი კოლეგები, მხარდამჭერები და მათი სოლიდარობის ნიშნად გამოხატეს სწორედ ამ ფორმით ტაში დაუკრეს ანდრო ჭიჭინაძეს. მოდით გავესაუბროთ აქ შეკრებილ ადამიანებს. ანდრო ჭიჭინაძის დედას ხედავ პირდაპირ ეთერში კითხავთ თუ შეიძლება, თუმცა მანამდე მოდით სხვა მსახიობებს გავესაუბროთ, რომლებიც აქ არიან შეკრებილები. ნანკა კალატოზიშვილს ხედავ, ნანკა პირდაპირ ეთერში ვართ, კითხავთ თუ შეიძლება. ანდროს გამოუცხადეთ სოლიდარობა ამ ფორმით. რა გაქვთ სათქმელი კიდევ ერთხელ მისთვის, მისი გამხნევებისთვის, ის როგორც ვიცით საკმაოდ ხნედ გრძნობს თავს საპატიმროში. რა სიტყვით მას და რა სიტყვით ხელისუფლებას, რომელმაც ის უკან დააკავა, როგორც თქვენ აფასებთ. მე მგონია გადაეჩვოთ მაგ სიტყვის ხმარებას ზოგადად, როცა ბანდიტურ დაჯგუფებას მოიხსენებთ, ან თქვათ ხოლმე რომ ეს არის არ ვიცი, de facto ხელისუფლება ესენი არ არიან. ამ დროს ვეტყვი და ყველა დაჭერილ ადამიანს რომ სიმართლისთვის ისჯებიან, მაგრამ მათი დაჭერით ვერავის ვერ გატეხავენ და პირიქით თვითონაც არ არიან გატეხილები და უფრო მედგრად არიან და გრძნობენ თავს და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრათ ჩვენს მაყურებელს, იმიტომ რომ ეს ერთობა არის, რაც რეალურად გვაძლიერებს ჩვენს ანდროსაც და არ ვიცი, ერთობას ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ მედგრად ვართ, მედგრად. დიდი მადლობა ნანკა კალატოზიშვილს უსმენდით პირდაპირ ეთერში. აქ ვასო აბაშიძის თეატრის მთლიანი დასია შეკრებილი და არა მხოლოდ ამ თეატრის მსახიობები, ანდრო ჭიჭინაძის კოლეგები, რომლებიც მისი დაკავების დღიდან უცხადებენ სოლიდარობას დაკავებულ კოლეგას. აი ვაჩვენოთ კადრი ბესო, მსახიობები რჩებიან ისევ ვასო აბაშიძის თეატრთან. გავაგრძელოთ მათთან პირდაპირ ეთერში გასაუბრება. დავით ბეშიტაშვილს ვხედავთ, თქვენს კითხავთ, თქვენს ნებართვით პირდაპირ ეთერში ვართ. თქვენ რა გაქვთ სათქმელი ანდროსთვის და რა გაქვთ სათქმელი ხელისუფლებისთვისაც, რომელმაც ის დააკავა საკმაოდ აბსურდული ბრალდებით. მე მგონია რომ ჩვენთვის არის ძალიან მძიმე მეგობრის სათვალსაღოში ყოფნა, უფრო მეტად ალბათ ვიდრე ანდროსთვის, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ რომ ანდრო ახლა იქ ისეთ ძალებს იკრებს და ისე ძლიერდება რომ აი ზოგი ჭირი მარგებელია როგორც სიტყვიან, მაგრამ ეს მაინც აუტანელია ჩვენთვის, ის უნდა იყოს გარეთ აუცილებლად, იმიტომ რომ უდანაშაულოა. ისევე როგორც სხვა ყველა პატიმარი, რომელიც ამ ხელისუფლებამ დაიჭირა, ყოველგვარი სამართლებრივი ნორმების და პროცედურების დაცვის გარეშე, წამიდან მათი დაპატიმრებისა სასამართლომდე. ეს ასე არ დარჩება, იმიტომ რომ მე მჯერა სიმართლის, მე მჯერა სამართლიანობის. მიუხედავად იმისა, რომ აი ასეთ უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობ. დიდი მადლობა დავით ბეშიტაიშვილს უსმენდით პირდაპირ ეთერში. ოპერატორს თქვენ გაჩვენოთ კადრი. მე კი შეგახსენებთ იმას, რომ ანდრო ჭიჭინაძე ბრალა დედება ჯგუფური ძალადობა და ძალადობაში ორგანიზება, თუმცა თავადაც მისი ოჯახის წევრებიც, მისი კოლეგებიც და სამოქალაქო საზოგადოებას დარწმუნებულია, რომ ეს არის იმ პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელება, რომელსაც ვხედავთ ჩვენ ქართული ოცნების მხრიდან აქტიურ ადამიანებზე, რომელიც მონაწილეობს ამდენი დღის და კვირის განმავლობაში საპროტესტო მსვლელობებში თუ საერთო საპროტესტო აქციებში, რომელიც არის დედაქალაქის გარშემო. გავაგრძელოთ მსახიობებთან გასაუბრება. ნანა ბუთხუს ხედავთ, პირდაპირ ეთერში ვართ. ქალბატონო ნანა, თქვენც კითხავთ. თქვენ როგორ აფასებთ ანდროს დაკავებას, რა გაქვთ სათქმელი ხელისუფლებისთვის და რა სიტყოდით ანდროსაც? მინდა არავის არ უთხრა, ხელისუფლება ჩვენ არ გვყავს და შესაბამისად მე ერთადერთი შემიძლია უთხრა ხალხს, რომ მადლობა იმ სიყვარულისთვის, იმ მხარდაჭერისთვის, იმ გვერდში დგომისთვის,
რასაც იჩენენ თეატრის და ადამიანების მიმართ და მადლობა იმ უნიკალური თვისებისთვის ქართველს თითოეულ ქართველს მართლა უნიკალურია ქართველიერია მართლა დაუჯერებლად სასწაულია ეგეთი არ არსებობს დედამიწის ზურგზე როგორც ქართველია მადლობა ქართველ ერს ესეთი დიდი სიყვარულისთვის საკუთარი სამშობლოს მიმართ და მე ზუსტად ვიცოდი ყოველთვის რომ გადამწყვეტ მომენტში ეს გაერთიანება აუცილებლად მოხდებოდა და ისიც ზუსტად ვიცოდი ყოველთვის და დღესაც ვიცი რომ ის დაპირისპირება და ის გახლეჩა და ის დაგსაქსვა ხელოვნურია და ჩვენ გვიყვარს ყველას ერთმანეთი ისე როგორც ყველას გვიყვარს ჩვენი სამშობლო რომელიც ერთადერთია და წმინდათა წმინდა და განუმეორებელი ეს არის ჩვენი ქვეყანა ასევე ჩემთვის ჩემი თეატრი ჩემი ოჯახი და ჩვენ ამ ყველაფრის ამ სიწმინდის აი ამ სამი უძვირფასესი ოჯახი სამშობლო ჩემი თეატრი ეს დასაცავად ბოლომდე ვიდგებით ერთმანეთის გვერდში არასდროს არ დავნებდებით იმიტომ რომ ამაზე ძვირფასი მართლა არ არსებობს რისთვის დავიბადეთ მაშინ ამისთვის დავიბადეთ ამ სიკეთისთვის ამ სიყვარულისთვის და მე მჯერა რომ ჩვენ აუცილებლად გავარღვევთ კენწეროში გატკბილდების რა არ დანებდეთ გიყვარდეთ ერთმანეთი მთავარი ეგ არის რა ჩვენ გავიმარჯვებთ დიდი მადლობა ნანა ბუთხუს უსმენდით პირდაპირ ეთერში ასეთი იყო ის მხარდაჭერის პერფორმანსი რომელიც გამოხატეს აქ ანდრო ჭიჭინაძის კოლეგებმა მისმა მაყურებელმაც მათ შორის შეიკრიბნენ ვასო აბაშიძის ახალ თეატრთან და ტაშით სიმბოლურად გაამხნევეს დაპატიმრებული მათი კოლეგა რომელიც პოლიტიკური რეპრესიების ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა ეს ადამიანები აპირებენ რომ გააგრძელონ ბრძოლა მანამ სანამ მათი მოთხოვნები და სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნები არ შესრულდება